მოგესალმებით, ჩვენ ვაგრძელებთ ამოცანების განხილვას მე-11 თავის 79 ნომრიდან. მოცემულია ABC-ს სამკუთხედის აწეროს, ბეწვეროს კოორდინატები და ამ სამკუთხედის მედიანების გადაკვეთის წერტილია 1-1. კარგი, მოდი ახლა ამოცანას მე ასე გავაკეთებ. მოდი ჯერ ერთ ამას ფაქტს მოგიყვებით, დაგიმტკიცებ და მე მის მიხედვით გავაკეთოთ 79 ნომერი. მოკლედ რა ხდება? მეგობრებო, თქვენ ვიცით სამკუთხედის წვეროების კოორდინატები, მაშინ შეგიძლიათ მისი მედიანების გადაკვეთის წერტილის, ანუ სიმძიმის ცენტრის კოორდინატების დადგენა პირდაპირ. თქვათ, A წერტილის კოორდინატებია x1, y1, B წერტილის კოორდინატებია x2, y2 და C წერტილის კოორდინატებია x3, y3. და თქვათ, O იყოს მედიანების გადაკვეთის წერტილი. მოდი ორ მედიანას გავავლებ ახლა. ასე. ეს არის მედიანების გადაკვეთის წერტილი. მაშინ აუცილებლად O წერტილის კოორდინატები იქნება სამკუთხედის წვეროების შესაბამისი კოორდინატების საშუალო არითმეტიკული, ანუ x-ების საშუალო არითმეტიკული იქნება მედიანების გადაკვეთის წერტილის, ანუ სიმძიმის ცენტრის x კოორდინატი და y-ების საშუალო არითმეტიკული იქნება შესაბამისად y კოორდინატის სიმძიმის ცენტრის. აი ძალიან ლამაზი ფაქტია. ახლა მე არ ველი გამოსაზრდე რომ სამოცანა მოვა, მაგრამ გამოსისთვის მზადება ხო არა მარტო თვითმიზანი. მოდი ახლა დავასაბუთოთ. ნახოთ ამ ფაქტის ჭეშმარიტება. ვთქვათ, A1 მედიანა იყო მოცემული. მოდი დავფრათ ახლა. დავწეროთ A1 წერტილის კოორდინატები. ნუ ცხადია, A1 წერტილი რადგანაც არის BC მონაკვეთის, ისო ამტკიცებთ, უნდა დავამტკიცოთ აი ეს. და რადგანაც A1 წერტილი არის შუა წერტილი BC მონაკვეთის. გაიხსენეთ მეგობრებო, შუა წერტილის კოორდინატების დასათვლელი ფორმულა. აღარ დავიწყებ ახლა ამის დაგეგმილებას ის ხეზე აი ასე და შესაბამისად ამ დამტკიცებას ეს დასაბუთებული გვაქვს ადრე ჩვენ თვალსაჩინოს გავსებაზე ვიყავით მაშინ. ამისი არის x2, y2 და m თუ არის შუა წერტილი, ნუ ნებისმიერი მონაკვეთის ბოლოების კოორდინატები თუ ვიცით, მაშინ მისი შუა წერტილის კოორდინატები იქნება ბოლოების საშუალო არითმეტიკული, ხო? შესაბამისი კოორდინატების საშუალო არითმეტიკული. ასეთი ამბავი იქნება. ისე თუ ეს ვიცით, რა გამოდის A1 წერტილის კოორდინატები? ეს გამოდის x2 პლუს x3-ის მეორედი, ხო, საშუალო არითმეტიკული B და C წერტილის კოორდინატების შესაბამისად y2 პლუს y3-ის საშუალო არითმეტიკული. ასე რა ვიცით ჩვენ O წერტილის მდებარეობაზე? O წერტილის O წერტილი მედიანას ყოფს ორი ერთთან შეფარდებით, ხო? აქ შეგვიძლია ახლა ადრე ნასწავლი ასეთი ფაქტი, რომ კლასგარეშე მომენტი იყო, მაგრამ ეგ დაგისაბუთეთ და განახეთ. აიგეც მსგავსებაზე იყო, სამწუხაროდ ზუსტად ვიდეო არ მახსოვს, მე რამდენი ნომერია. ვაჩვენეთ ჩვენ ასეთი მომენტი, აი, როდესაც ვიცით მონაკვეთის ბოლოების კოორდინატები, ეს არის x1, y1 და x2, y2 და ვიცით წერტილია მოცემული, რომელიც რაღაც შეფარდებით ყოფს აღნიშნულ მონაკვეთს. ნუ იქ ჩვენ გქონდა ასეთი მომენტი, აი ლამბდა ჯერ მეტია, მაგალითად ეს მონაკვეთი აი ამაზე, ხო? ლამბდა ასე მოდი ასე ვქნათ, აი ამ მონაკვეთის სიგრძე, აი მონაკვეთის სიგრძეზე ეს ლამბდა ჯერ აღება, თუ ჩვენ m-თან შეფარდებითაც გქონდა განხილული ეს, მაგრამ მოდი ახლა ასე ჩავწეროთ
არ მომწონს ის დიდად ასე ჩაწერა, AB მონაკვეთი აღემატება ლამდა ჯერ AM მონაკვეთი MB-ს, მაშინ გაიხსენეთ M წერტილის კოორდინატები, როგორი ანგარიშება, რა არის M წერტილის კოორდინატები? ესე იგი x-ს ემატება x ორჯერ, ანუ ეს აი ეს ნაწილის შესაბამი დიაში ლამდას ეგ1, ხო, მაგრამ აი x2 მრავლდება არამეზობელ ნაწილზე და x1 მრავლდება მის არამეზობელ ნაწილზე 1-იანზე. ანუ x1 ჯერ 1, x2 ჯერ ლამდა, ასე რომ ვთქვათ, x1 დამატებული ლამდა x2 შეფარდებული ამ ნაწილების ჯამზე, ხო, ლამდა და 1-ია, ხო, ლამდას პლუს 1. y1 დამატებული ლამდა ჯერ y2 შეფარდებული ლამდა პლუს 1-ზე. ნახეთ ახლა მეგობრებო, თუ ამ ფორმულას გამოვიყენებთ, O წერტილის კოორდინატები რა იქნებოდა? ვთქვათ, O წერტილის კოორდინატებია m და n და m რა იქნებოდა? პირველი კოორდინატი. ეგ იქნებოდა x1 დამატებული a1-ის პირველი კოორდინატი, ანუ x2 პლუს x3 შეფარდებული ორთან გამრავლებული ლამბდაზე და ლამბდას როლში. ახლა ეს რამდენჯერ აღემატება მეორე მონაკვეთს? ორჯერ ხო აღემატება? ანუ ლამბდას როლში ახლა ლამბდას როლში ჩვენ გვაქვს 2-იანი. 2-ზე შეფარდებული ლამბდას პლუს 1-თან, ანუ 2 პლუს 1. ეგ რა იქნებოდა? იკვეცება და x1 დამატებული x2 დამატებული x3 შეფარდებული 3. ასე იქნებოდა. და შესაბამისად n რა გამოდის? x y1 დამატებული y2 პლუს y3 შეფარდებული 2-თან გამრავლებული 2-ზე 2 პლუს 1-თან ესეც იკვეცება და ეგ იქნება y1 პლუს y2 პლუს y3 შეფარდებული 3-თან. აი ეგეთი ამბავია რა. და დავასაბუთეთ ახლა ჩვენ რომ მედიანების გადაკვეთის წერტილის კოორდინატი არის მოცემული სამკუთხედის სწორების კოორდინატთა საშუალო არითმეტიკული. მაგრამ თქვენ არ ვიცით ეს ფორმულა. როგორ უნდა მოიქცეთ? მოდი წავშლი ახლა რაც დავწერე. ვინცა ვექტორი ვიცით? ძალიან მოსახერხებელი მაგარი გამოსაყენებელია ვექტორი და პრინციპში შეგვიძლია მსგავს კლას გარეშეა ისედაც, მაგრამ უნივერსიტეტში თქვენ ისწავლებს გავს დამოკიდებულებას, მაგრამ მათ გარეშე ძალიან მაგრად შეგიძლიათ გახვიდეთ ფონს. აი ვთქვათ, ეს არის m-n. მოდი განვიხილოთ o ვექტორი, a ვექტორი და o1 ვექტორი. ეს იქნება o ვექტორი. ეს იქნება m-ს, ანუ o წერტილის კოორდინატს გამოკლებული x1, n-ს გამოკლებული y1. რა იქნებოდა მეგობრებო? o1 ვექტორი, ხო? ეს იქნებოდა a1-ის კოორდინატებს, ანუ x2 პლუს x2-ს გამოკლებული m, ანალოგიურად y2 პლუს y3-ს გამოკლებული n. ეს სტანდარტულად ვექტორის კოორდინატები დავთვალეთ მისი ბოლო და საწყისი წერტილის კოორდინატების სხვაობებით. მაგრამ რა არის ეს თანამემართული ვექტორები, ხო არის? კი, არის თანამემართული ვექტორები და რა დამოკიდებულება ამ ორ ვექტორს შორის? a ვექტორი სიგრძე ხო აღემატება ორჯერ o ვექტორის სიგრძეს, კი, და თან თანამემართულები არიან. ამიტომ თვითონ ვექტორის ორჯერ მეტი იქნება, ხო? ვიცით თანამემართული ვექტორების კოორდინატების ფარდობა რაც არის, იგივე არის სიგრძეების ფარდობა და პირიქით თუ ვიცით რომ უკვე თანამემართულია ვექტორები, მაშინ სიგრძეების ფარდობა ტოლი იქნება ვექტორების ფარდობის და აქედან გამოდის რომ m-ს მინუს x1 შეფარდებული x2 პლუს x3 შეფარდებული 2-თან მინუს m იქნება 2-ის ტოლი. ანალოგიურად s მინუს y1 შეფარდებული y2 პლუს y3 მინუს 2 მინუს n ტოლი იქნება აქაც 2-ის. უნდა გამოვიდოდე ახლა აქედან მეგობრებო, m-ს მინუს x1 ტოლი იქნებოდა 2-იანი გამრავლდებოდა ამაზე, ნიშნულზე, ანუ 2ჯერ x2 პლუს x3 შეფარდებული 2-თან მინუს 2ჯერ m. ეს 2-იანები იკვეცება
2-ე მინუსითა გადმოვიდოდა აქეთ პლუსით, 3-ე გახდებოდა x1, აქეთ გადმოვიტანე მინუსითა პლუსით, x1 პლუს x2 პლუს x3 იქნება და გამოგვივიდა რომ m არის x1 პლუს x2 პლუს x3 მესამედი. ასეთი კარგი რაღაც დაგვიწყო, ხო? ну y-იც ანალოგიურად გამოვიდოდა მეგობრებო. დავამტკიცეთ ოქროები ჩვენ სიმძიმის ცენტრის კოორდინატების საფუძველი ფორმულა. მოდი ახლა დავაკვირდეთ 69 ამოცანას. რა ამბავია? მოცემულია ABC სამკუთხედი, ხო? ავიღოთ ABC სამკუთხედი აი ასე. ანუ C. A-წერტილის კოორდინატებია 2 მინუს 1, B-წერტილის კოორდინატებია -3, 5 და C-წერტილის კოორდინატები არ ვიცი. ну შესაბამისად მოდი x-ი და y-ით აღნიშნოთ. სამაგიეროდ ვიცით M-წერტილის კოორდინატები, რომელიც არის სიმძიმის ცენტრი, ხო? ანუ სამკუთხედის მედიანების გადაკვეთის წერტილია და ვიცით არის 1-1. ხები რას ვიზამთრით ახლა? დავწერდით ფორმულას. A-წერტილის კოორდინატს 2-ს დამატებული B-წერტილის კოორდინატი, დამატებული C-წერტილის კოორდინატი, შეფარდებული 3-თან, ეგ არის 1 სტოლი. აქედან დავთვალოთ 2-ს მინუს 3-ს პლუს x ეგ არის 3, x-ი გამოდის მეგობრებო 4. მეტია სწორად დავთვალე, ახლა აღბრევია. ანალოგიურად დავთვლით y-საც, ხო? A-წერტილის, B-წერტილის, C-წერტილის კოორდინატებს დავკრებდი კალკულატორის თავზე და შესაბამისად გავუტოლებდი M-წერტილის კოორდინატს. ну ეგ არის 4-ს პლუს y უდრის 3-ს და y უდრის -1-ს. ну შესაბამისად C-წერტილის კოორდინატები იქნებოდა 4 - 1. ხო, საკმაოდ სწორი თითება მოცემული ახლა ქვემოთ აქ, მაგრამ ხო, შეგვიძლია ასეც დავიმახსოვროთ, ხო? ძალიან საინტერესო ფაქტი დავასაბუთეთ. კარგი, მოდი ახლა 70 ნომერს შევდივ. ოპა. კარგი, მოდი დავხატოთ აბა ჩვენ 70-ში ახლა ახატი. რამდენი ენერგია მეაქვს ახლა ამოცანას. ეს რამდენი რაცა უნარული უკუგება რაც არ გასაკუთრებულ დროის უნარებში თქო მოგატყუებთ. 70. ანა B C სამკუთხედია AD მედიანა ესე მედიანა ედა წერტილები AD მონაკვეთს სამტოლ ნაწილად ყოფს, ანუ სამტოლ ნაწილად უნდა დავყოთ AD მონაკვეთი. აი ასე. ოღონდ რომელია E და რომელია F, ну DF-ი შეიძლება F-ის თუ სამტოლ მონაკვეთად მეგობრებო დაყოფილი. სხვა რაოდენობის ხაზები უნდა გავვა ეს 3 ხაზი და 3 ხაზი შეიძლება ეს F-ი იყოს და ეს E, ანუ ასეც ტოლია და ასეც ტოლია ხო მონაკვეთები და კაი, ანუ ჯერ ასოებს ვერ დავაწერ. მოდი წავშლი და წავიკითხოთ პირობა. F-ი მოთავსებულია დედა E-წერტილებს შორის. აჰა, ანუ ეს უნდა იყოს აგერ დავაწერ F-ი. ეს უნდა იყოს E-წერტილი, ხო? მონაკვეთები მასწავლები და სევის. ვიცით რომ BA ვექტორი გამრავლებული CA ვექტორზე უდრის 4-ს BF ვექტორი გამრავლებული CF ვექტორზე უდრის -1-ს და ჩვენ გვეკითხებიან BE ვექტორი გამრავლებული CE ვექტორზე. აი ეს. კაი, ამას გვეკითხებიან.
ახლა ესე იგი b-ა ვექტორი აგერ არის, ხო? აგერ არის b-ა ვექტორი. ასე. c-ა ვექტორი არის აქ. აი ბატონო. გაცია ვექტორი. მათი სკალარული დამრავლია მოცემული. ნუ შეიძლება სიგრძეებით და მათ შორის მდებარე კუთხით, მაგრამ მგონია ხა მათ შორის მდებარე კუთხე რომ გავუშვა, მაშინ მე c-ა ვექტორი ასე მექნება გადმოსატანი ზემოთ და ამ კუთხეზე უნდა ვილაპარაკო და აი რო არ მოგატყოთ ახლა ვერ ვუყურებ ასე როგორ შეიძლება გავაგზავნო, შეიძლება მარტივ გაგრძელებაცა, მაგრამ ვერ ვხედავ. ამიტომ უფრო უპირატად ვიმაჩნია ახლა აქ მე A, B, C წერტილების კოორდინატები შემოვიტანო და სკალარული დამრავლები გამოვსახო კოორდინატებით რა. მე კარგი მათ. მე B აც მინდა. B-იც მინდა და C-იც. ხო, მოდი მაგას სხვა ფერის ვექტორით გამოვსახავ ახლა. იყოს მწვანე. ასე, ესე იგი B-F-ი, ასე და C-F-ი. კი, ბატონო, აი, ასე. და გვჭირდება B და C ვექტორების დამრავლი. ოკეი. ასე. ეს B და C ვექტორების დამრავლი გვჭირდება. კაი ბატონო. მოდი ახლა რას ვიზამ, იცით? მე მინდა ასოების მაგურად კოორდინატები შემოვიტანო აქ. ასოებს გავწერო კოორდინატები, მაგრამ რას გავაკეთებ? ავდგები და დეკარტეს მართკუთხა კოორდინატთა სისტემის სათავეთ ვაქცევ აწერტილს. შეგვიძლია ეს გავაკეთო. ავდგები და მოდი ფერი შევარჩიოთ, იყოს, ვთქვათ, ვარდისფერი. და დეკარტეს მართკუთხა კოორდინატთა სისტემას ავიღებ. ასე, მეტყვეო ეს ასე და ეს შეიძლება ასე იყოს, შეიძლება AC გვერდი რომ მდებარეობდეს OX ღერძზე. ისე რომ მოვიქცეთ რა. შეიძლება ახლა წერტილიც არ გამიხილოთ და ამის მაგივრათაც შემოვიტანოთ კოორდინატები, მაგრამ ერთი ცხადია. A წერტილის კოორდინატები რა იქნებოდა შესაბამისად? ეს Y ღერძია, ეს X ღერძია, ხო? A წერტილის კოორდინატები იქნებოდა 0, 0. C წერტილის კოორდინატები, ვთქვათ, B წერტილის კოორდინატები შემოვიტანოთ X1, Y1. შესაბამისად C წერტილის კოორდინატები იყოს X2, მაგ უფრო მკაცრები თუ იქნებით Y2 შეგვიძლია დავწეროთ, მაგრამ თუ AC გვერდს დავამტყუებთ ჩვენ, ისე ავიღებთ სამკუთხედის მომბრუნებად პრინციპში არ ჩაგვეთვლება ახლა, ხო? კი ბატონო, შეგვიძლია 0-ს ჩავთვალოთ Y წერტილის კოორდინატი 0. აი რა იქნება შესაბამისად მაშინ D წერტილის კოორდინატები აქედან. D წერტილის კოორდინატები ხო იქნებოდა B-ს და C-ს საშუალო არითმეტიკული, იმიტომ რომ მედიანის ბოლოა. ანუ ეს იქნებოდა X1 პლუს X2-ის ნახევარი და Y1 პლუს 0-ის ნახევარი, ანუ Y1-ის ნახევარი. ახლა რა იქნებოდა A და F-ის კოორდინატები, ხო? შესაბამისად. F წერტილი ფაქტობრივად მედიანების გადაკვეთის წერტილი არ გამოდის? ო, რადგან F-ი ისე შეეფარდება F-ს როგორც 2 ერთს, ამიტომ F-ი სიმძიმის ცენტრია. მოდი ასე დავწერ, უკვე ვიცი ჩვენ რომ სიმძიმის ცენტრი იგივე მედიანების გადაკვეთის წერტილია. სიმძიმის ცენტრია. ამიტომ ესე იგი F წერტილის კოორდინატები რა იქნებოდა? F იქნებოდა საშუალო არითმეტიკული A წერტილის, B წერტილის და C წერტილის, ხო?
ესე იგი 0-ს პლუს x1 პლუს x2-ის მესამედი და 0-ს პლუს y1 პლუს 0-ის მესამედი, ხო? ანუ ფაქტობრივად ეს იქნებოდა x1 პლუს x2-ის მესამედი და y1-ის მესამედი. ეგეთი ამბავი იქნება. და ახლა შეხედეთ f წერტილის კოორდინატები თუ ვიცი, აი წარმოიდგინეთ ასე ახლა აგერა მაქვს a წერტილი, რომლის კოორდინატებია 0, 0. აგერა მაქვს f წერტილი, რომლის კოორდინატები აგერ მეწერია x1 პლუს x2-ის მესამედი და y1-ის მესამედი, მაშინ რა იქნება e წერტილის კოორდინატები საშუალო არითმეტიკული არ იქნება, ტოლი გამოდის. ანუ f-ის ტოლი გამოდის, ანუ e წერტილი შუაშია a-ე მონაკვეთის, ესე იგი საშუალო არითმეტიკული იქნება 100 და f-ის კოორდინატების. ნუ 0-ს დაემატებოდა, ეგ გაიყოფოდა 2-ზე. ძალიან მარტივი საჩვენებელი ახლა ეგ რო იქნება x1 პლუს x2-ის მე-6-დი, და საშუალო არითმეტიკულია e წერტილის კოორდინატები a წერტილის და f წერტილის კოორდინატების. ანუ 0-ს დამატებული x1 პლუს x2-ის მესამედის ნახევარი იქნებოდა e წერტილის პირველი კოორდინატი და მეორე კოორდინატით შესაბამისად იგივენაირად მოიქცეოთ. და 0-ს დამატებული y1 მესამედი, ეგ იქნებოდა y1 მე-6-ის y1 მე-6-დი. ახლა რას მაძლევს აღნიშნული მომენტი მე? უკვე შეიძლება სკალარული ნამრავლები დავწერო. აი, მაგალითად, რა იქნებოდა b-ა, მოდი ჯერ ვექტორები გამოვსახოთ, ხო? რა გამოვიდოდა b-a ვექტორი? აგერ დავწერთ b-a ვექტორს და იქით ადგილი მექნება უფრო მეტი დასაწერი. b-a ვექტორი რა იქნებოდა? ეგ ისედაც შემეძლო ახლა და f წერტილების დათვლის გარეშე ჩვენი შემტარი აღნიშნებით. x-ს გამოაკრებოდა 0, ხო, x-ს გამოაკრებოდა 0, y-ს გამოაკრებოდა 0, ანუ იქნებოდა x1, y1. ნუ ვიცი ჩვენ რომ კოორდინატთა სათავეს. უი, რა შეცდომას უშვებდი. ახლა a წერტილი აქ ვექტორის ბოლო და a წერტილის კოორდინატებს უნდა გამოკლებოდა ბოდიში აქ. პირიქით, ანუ 0-ს უნდა გამოკლებოდა x1 და 0-ს უნდა გამოკლებოდა y1. შესაბამისად, -x1 და -y1-ია b-ა ვექტორის კოორდინატები. c-ა ვექტორის კოორდინატებიც ანალოგიურად 0-ს გამოაკდებოდა x2 და 0-ს 0 გამოაკდებოდა, ანუ იქნებოდა -x2 და შესაბამისად 0. ამიტომ რა გამოვდის ფაქტობრივად აქ ჩვენ თუ გამოვიყენებთ ახლა რომ b-ა ვექტორის ნამრავლი c-ა ვექტორზე სკალარული ნამრავლი რისი ტოლია? ხო, ერთსახელა კოორდინატების ნამრავლთა ჯამი, ანუ -x1 გამრავლებული -x2-ზე დამატებული -y1 გამრავლებული 0-ზე. აი, ეგ იქნებოდა 4-ის ტოლი, ანუ აქედან გამოდის ეს 0-ია y-ის ნამრავლი, x1 ჯერ x2 გამოდიოდა 4. ახლა რა იქნებოდა b-f ვექტორი? ეგ იქნებოდა f წერტილის კოორდინატი, სადაც აქ f წერტილი აგერა მაქვს x1 პლუს x2-ის მესამედს გამოაკრებოდა b წერტილის კოორდინატი, ანუ x1 და y1 მესამედს გამოაკრებოდა y1. ხო იქნებოდა ასე? ხო? f წერტილის კოორდინატებს. ანუ რა გამოდის? გამოდის აქ -2x1 პლუს x2 მესამედი -2y1 მესამედი. ასეთი ამბავია. რა იქნებოდა ანალოგიურად CF ვექტორის კოორდინატები? ესე იგი f წერტილის კოორდინატს, ანუ x1 პლუს x2 მესამედს გამოაკლებოდა x2 და თიწუთი, სად არის
1/3 გამოაკლდებოდა 0, ხო? C-წერტილის კოორდინატი და აქ იქნებოდა x1 მინუს 2x2 შეფარდებული 3-თან, ასეა, ეგ მინუსი არ გვეგონოს. აქ y1 მე-13 გამოდის. ახლა რა იქნებოდა ამ BF ვექტორისა და C აქ არამერია სახელი ელემენტარულად ნიშნები, თორე მაგრა გაგვაწვალებს და თქვენს ყურადღებით იყავით. შეიძლება უკვე დაიჭირეთ კიდეც რაღაც მექანიკური შეცდომა, ჯერ ვხედავ მე რამე რომ შევშლოდეს და მაინც ყურადღებით იყავით. უნდა გადავამრავოთ, ხო, ერთსახელა კოორდინატები ახლა აქ. კარგი. ესე იგი, მინუს 2x1 პლუს x2 მე-13 გამრავლებული x1 მინუს 2x2 მე-13 დამატებული მინუს 2y1 მე-13 გამრავლებული y1 მე-13-ზე, ხო? აი ასეთი ამბავი. თუ ეგ არის -1 სტოლი. არ ვიცი ახლა აქ რა არის აქ მოსახერხებელი და ლამაზი, მაგრამ მოდი ცოტა გავამარტივოთ. აქ რა გვექნებოდა? 9-ზე თუ გავამრავლებდით ყველაფერს, ესე იგი რა დამრჩებოდა მარცხნივ. 2x1 ჯერ x1 მინუს 2x1-ის კვადრატი. მერე 2x1 ჯერ მინუს 2x1 მინუს 2x2 დადებითი 4, მერე კიდევ აქ x1 x2, ანუ 5x1 x2 იქნებოდა აქ. ეს ორივე ეს ამაზე რო გაგიმრავლებინათ. და მერე დადებითი x2 მინუს 2x2-ზე გამრავლდებოდა და იქნებოდა მეგობრებო მინუს 2x2-ის კვადრატი. მერე პლუს ან მინუსი იქნება ისევ, იმიტომ რომ მინუს 2y1-ის კვადრატი და 9-ზე რო გამრავლდებოდა ყველაფერი, აქეთ -9 იქნებოდა. ახლა ერთი შეგვიძლია ეს ჩამოვიტანოთ და შევიტანოთ აი აქ, ანუ მინუს 2x1-ის კვადრატს მინუს 2x2-ის კვადრატი მინუს 2y1-ის კვადრატი, აი ეს წევრები ყველა ასე ერთად რომ მოგვექცია და 5 ჯერ 4 ხო იქნებოდა, ხო 20 გადავიდოთ აქეთ მინუსით, ანუ -29. იდეაში თუ აქ ჩვენ 200-ს გადავიტანთ -2-ს გაყოფით, გვექნებოდა x1-ის კვადრატს პლუს x2-ის კვადრატი პლუს y1-ის კვადრატი, ეგ არის 29/2. არ ვიცი, შეიძლება ამას ძალიან მარტივი ამოხსნათ რაღაცას, რომ მე ვერ ხედავდი, მაგრამ აქ მოშოვატევადი. კარგი, ეგ რა ინფორმაციაც იყო მოცემული და ახლა რასაც გვეკითხებიან რა. მოდი ჯერ გამოვსახოთ BE ვექტორი, ხო? BE ვექტორი რა იქნებოდა? აგერა E-წერტილის კოორდინატებს x1 პლუს x2 მე-6-ს უნდა გამოვაკლოთ B-წერტილის კოორდინატები x1. და სადავართ B-წერტილი აგერა y1 მე-6-ს უნდა გამოვაკლდეს y1. ეგ რა გამოდის? ის გამოდის -5x1, ანუ 6 ჯერ x1, x1-ს გამოაკლდებოდა დამატებული x2 შეფარდებული 6-თან და მეორე წერტილის კოორდინატი არის -5y1 მე-6. ახლა რა იქნებოდა CE ვექტორის კოორდინატები? C ვექტორი, ხო? ანუ E-წერტილის კოორდინატებს x1 პლუს x2 მე-6-ს გამოაკლდებოდა x2 C-წერტილის კოორდინატი და y1 მე-6-ს, ანუ E-წერტილის მეორე კოორდინატს გამოაკლდებოდა 0. ესე იგი აქ იქნება x1 მინუს 5x2-ის
მეექვსედი და y1 მეექვსედი. ასეთი ამბავი გვექნება. ახლა რა გამოგვდის მეგობრებო? ხო, დავწეროთ ახლა ორი ვექტორის სკალარული ნავრავი. b, მოდი ცოტა ახსენოთ, თავზიოთ ფერი. აკე. ანუ b ვექტორს ვამრავლებ c ვექტორზე. ანუ ერთსახელა კოორდინატები უნდა გამავრავლო ერთმანეთზე. -5 x1 + x2 მეექვსედს ვამრავლებ x1 - 5 x2 მეექვსედზე ვუმატებთ -5 y1 მეექვსედს ვამრავლებ y1 მეექვსედზე. ხო, ну ამას პოულობ ჩვენ არ ვიცით ახლა ეს და უნდა გავაკეთოთ. ედინა შეცდომა არ დავიშვი ახლა აქ შეცდომა მაგარი მძიმე მოსანელებელი იქნება. კარგი. იდეაში 36 არის საერთო მნიშვნელი. 5x1 გამრავლდება 5x1-ზე, ანუ -5 ჯერ x1-ის კვადრატი. ეს მასზე გამრავლდება. ეს ამაზე და ნახეთ -5 - 5-ზე არის 25x1 x2. x2 x1-ზე კიდე ერთი, ანუ 26 x1 x2. მე x2 გამრავლდება x2-ზე -5 x2-ის კვადრატი და აქაც გვაქვს -5 y1-ის კვადრატი. ახლა შეხედეთ აქ რა ხდება. ეს და ეს -5 რომ გავიტანოთ ფრჩხილებს გარეთ გვაქვს x1-ის კვადრატს პლუს x2-ის კვადრატი პლუს y1-ის კვადრატი. მერე გვაქვს პლუს 26 ჯერ x1 x2 და შეფარდებული 26-დან. და მეგობრებო, ჩვენ ეს არ ვიცით? აგერ არ გვიწერია x1 x2 რა არის? ანუ -5 ჯერ x1-ის კვადრატს პლუს x2-ის კვადრატს პლუს y1-ის კვადრატი ხო არის? 29 მეორედი პლუს 26 ჯერ x1 ჯერ x2 აგერ გვაქვს დათვლილი არის, ხო, ეგ არის 4 და შეფარდებული 28. მაგრა. ესე იგი, რა გამოვიდა ეს? -5 ჯერ 29 -145. მეორედი. პლუს 26 ჯერ 4 104-ია, ხო? 104. შეფარდებული 36. ვახ. ეს არის 208. ანუ 208-ს გამოკლებული 100 რო გავაერთმშნელიანოთ, აი 2 აქ რო იქნებოდა. ზემოთ გამოდის -145 პლუს 208. ეს არის 50 15 პლუს 8 63. ანუ გამოგვივიდა 63 72. ეს შეიკვეცებოდა და პასუხი გამოდის 7-ზე რომ გავყოთ, კი არა 9-ზე რომ გავყოთ, ხო? 7/8. მგონი ეს სწორად მივიღეთ. თორე ამის ხელთავიდან დაწყება საოცრად დაღლილი იქნება. კი, სწორია. ну არ ვიცი. შესაძლოა ვინმეს გეგულებოდეთ უფრო მოკლე ხერხი. არა გამორიცხული რაღაც გამორჩენდა, მაგრამ ეს მე ჯობა ისეთი მე ვერ ხედავ შემთხვევაში. თარა შეიძლება ცოტა შევამარტივეთ კოორდინატთა სათავეში რომ მოვდეთ აი ეს. კარგი, მოდი აბა გავაგზავნოთ ახლა ჩვენ მუშაობა და 71 ნომერს დავაკვირდეთ რას გვაძლევს. 71. ახოთ ამას პირობის გაგრძელება ხო არ აქვს? არა. ABCD პარალელოგრამში. მოდი დავხატოთ ABCD პარალელოგრამი ახლა ჩვენ. ასე. აჰა. B C B
AB ვექტორი, AD ვექტორი და BD ვექტორი. აი ასე. BD ვექტორიც არის მოცული აქ. კი ბატონო. სიგრძეები არის A, B და C. აჰა, AB ვექტორის სიგრძე ვიცით არის A. მერიოს ახლა AD ვექტორის სიგრძე არის B და BD ვექტორის სიგრძე არის C. ოკეი. თხოვე ჩვენ AC ვექტორისა და AD ვექტორის სკალარულ დაბლობს. კარგი ბატონო. AC ვექტორის სკალარული ნამრავლი AD ვექტორზე. ხო, რა შეიძლება ახლა აქ რა უნდა გავაკეთოთ ახლა აქ? როგორ უნდა მოვიქცეთ? ახლა გული კარგს არ მიგზნობს. ახლა რა აკუთხით? მე რო ავდგე ახლა და რადგანაც აქ გვერდების ზომებია მოცემული და გავყე სკალარული ნამრავლის ინტერპრეტაციას, რომ აი მონაკვეთის სიგრძით და მათ შორის მდებარე კუთხით წავყე, ნახეთ ახლა მე რა მგონია რა პრობლემას წავაწყდები. აი მოდი ვნახოთ, ახლა შეიძლება ვცდებოდი. აი გავავლებ ახლა AC ვექტორს, ხო? აგერ AC ვექტორი გავავლე. ესე იგი, ჯერ ერთი AC ვექტორის სიგრძე ექნება დასათვლელი. ნუ ოკეი, კაი, დავთვლი ამას დიაგონალების თვისებით, ხო? AC კვადრატს პლუს C კვადრატი, ანუ მეორე დიაგონალის კვადრატი უდრის ორჯერ A კვადრატს პლუს B კვადრატი. ნუ საკმაოდ ისეთი AC-ს რო გამოვთვლი, აქედან მთლად ლამაზი დახატული ფორმულა არ გამოდის, მაგრამ არა უშავს რა ნორმალური. ნუ ფესვი დაჭირდება. მე ახლა მათ შორის მდებარე კუთხე ექნება შესაძლებელი. ეს კუთხე ბისექტრისა არ არის AC ახლა, ხო, რაც იყოს, ცოტა ის უხეში გამოსაყენებელი იქნება. რა შეიძლება გავაკეთოთ, ხო? კარგი. რაღაცნაირად შეაფასებ რა ამას. შეიძლება ვთქვათ, ამ პატარა სამკუთხედში კიდე რაღაც გააკეთო და ათვალო კოსინუსების თეორემა დიჩი. ხო, ვიცი. მოდი ახლა მე შეიძლება ცოტა ამ გზას დავადგე და ანუ აი ეს გამოვიყენო მაგალითად AC ვექტორის სიგრძე გამრავლებული AD ვექტორის სიგრძეზე და გამრავლებული მათ შორის მდებარე კუთხის კოსინუსზე, არ მინდა ეგ, არამედ რას ვიზამ ახლა ნახეთ. შემოვიდა კოორდინატებს. ჩვეულებრივად რა, როგორც წინა შემთხვევაში გავაკეთეთ, დეკარტის მართკუთხა კოორდინატთა სისტემაში შემოვიდა ახლა მე. ჩავთვლი, ვთქვათ, რომ AC აწვირო მდებარეობს კოორდინატთა სათავეზე, ნუ AD გვერდი მდებარეობს x ღერძზე. ასეთ რაღაცას ვიზამ. კიდე რას ვიზამ, იცით? შეხედეთ ახლა კოორდინატებს შემოვიდა და რა თქმა უნდა წერტილის კოორდინატები 0-0-ია. ნუ B წერტილის იყოს x1 და y1, მაგრამ ნახეთ, რას ვიზამ ახლა? მოდი D წერტილის იყოს x2 და რა თქმა უნდა 0 იქნება y, იმიტომ რომ x ღერძია და C-ს კი არ შემოვიდა ახალ კოორდინატს. დაგვირდით ეს მანძილი რა არის? x2 ხო სიგრძეში, ანუ x2-ს მინუს 0-ია და ეს თუ x2-ია სიგრძეში, x1-ს დაემატება და გამოვიდოდა მაშინ x1 პლუს x2 იქნება C წერტილის კოორდინატი. აი ეგ იქნება x1 პლუს x2. x2-დან x1-ით იქნება გადახრილი. აი ამ მანძილით იქნება გადახრილი. სწავში, ასე x2 და y1 იგივე იქნება, ხო? აი ეს y1 იგივე იქნება. კარგი. ახლა მოდი დავწეროთ აბა AC ვექტორი და AD ვექტორი რა გამოდის კოორდინატებში, რომ ჩამოვწეროთ ახლა ჩვენ. AC ვექტორი გამოდის C წერტილის კოორდინატებს x1 + x2-ს გამოკლებული A წერტილის კოორდინატები, ორი გავაკეთეთ ეს. AC ვექტორი არ გამოვიდა, ხო?
დაგვიშავა. ასე გავალოთ AC ეს AC ვექტორი და გავზოთ აბა დაწერა. ესე იგი, C-წერტილის კოორდინატებს x1 + x2 გამოაგდება A-წერტილის კოორდინატი 0 და y-ს გამოაგდება 0, ხო? A-წერტილის კოორდინატები. ნუ ეგ სიმბოლურად გავაკეთე ახლა და ესე იგი იქნება x1 + x2 y1. რა იქნება AD ვექტორის კოორდინატი? AD ვექტორის კოორდინატები გვექნება AD, ნუ D-წერტილის კოორდინატს x2-ს გამოკლებული 0, 0-ს გამოკლებული 0. აი, ასეთი ამბავი გვექნება, ანუ x2 0. მე აგერ დავწეროთ ახლა AC ვექტორისა და AD ვექტორის სკალარული ნამრავი. ეს არის x1 + x2, x1 + x2 გამრავლდება x2-ზე, დამატებული y1 გამრავლდება 0-ზე და გამოდის x1 ჯერ x2-ს დამატებული x2-ის კვადრატი. ხალხი, ასეთი ამბავი გვაქვს ახლა აქ. ოკეი. მე რა ამბავი იქნება ახლა აქ? აი, ეს გვაინტერესებს, ეგ არ ვიცი. ახლა A, B და ის C რაც არის მოცემული, ხო? აი, A, D ვექტორის სიგრძე რა არის? ხო? ეგ არის x2-ს მინუს 0-ის კვადრატს დამატებული 0 - 0-ის კვადრატი, ხო? ეგ ვიცი არის ბეისტოლი, AD ვექტორის კოორდინატი, ანუ აქედან ეგ არის x2-ის კვადრატი უდრის b-ს და მოდი არა მოფესო ახლა x2-ს მე, იმიტომ რომ არ ვიცი მაინც კი ჩემს ნახაზზე x2 დადებითია, მაგრამ მოდი ასე დავწეროთ b კვადრატს დავწერ. მე AB ვექტორის სიგრძე რა არის? AB ვექტორის სიგრძეა ფესვი x1 მინუს 0-ის კვადრატს პლუს y1 მინუს 0-ის კვადრატი შესაბამისად. ის ას და აქედან ის x1-ის კვადრატი დამატებული y1-ის კვადრატი ეგ არის a კვადრატი და რაც შეეხება ახლა BD ვექტორის სიგრძე. ეგრე არის. x2-ს მინუს x1 იქნებოდა x-ების სხვაობა კვადრატში პლუს 0-ს მინუს y1-ის კვადრატი. ასეთი ამბავი გვაქვს, ეს უდრის c-ს აქედან. ესე იგი x2-ის კვადრატს გამოკლებული 2x2 x1 დამატებული x1-ის კვადრატი პლუს 0-ის კვადრატი პირდაპირ დავწერ y1-ის კვადრატი უდრის c კვადრატს. ნახეთ. აი ეგ ხო არის იგივე a კვადრატი. კი ბატონო. ეგ ხო არის b კვადრატი. კი. ანუ ასეთი ამბავია. ესე იგი 2x1 x2 რა იქნება მეგობრებო? ნახეთ ეს რო აქედან დასულიყო და c კვადრატი გადმოსულიყო, ანუ a კვადრატს დამატებული b კვადრატი გამოკლებული c კვადრატი. არ არის ასეთი ამბავი? და ნახეთ ახლა რო შევიტანოთ. ესე იგი x1 x2 ხომ არის a კვადრატს პლუს b კვადრატს მინუს c კვადრატი მეორედი და აი რომ შევიტანოთ ეს აქ. ხო? და გამოდის ეგ. ეს გამოდის a კვადრატს პლუს b კვადრატს მინუს c კვადრატი მეორეც პლუს x კვადრატი და x კვადრატი იგივე b კვადრატი არ მივიღეთ აგერ? გამოვიდა. ამ მეთოდმა აშკარად აჯობა. 2b კვადრატი დაემატებოდა 3b კვადრატს მინუს აქ c კვადრატის შეფარდებული ორ. კი, ორჩა. ანუ წვეროების შემოტანა, დეკარტეს მართკუთხა კოორდინატთა სისტემის შემოტანა და განთავსება ჩვენი ფიგურის ისე რომ დაემთხვეს ერთი წერტილი, ერთი წვერო კოორდინატთა სათავის და ერთი გვერდი ღერც, ნუ კარგად გაჭრა რა. კარგი იყო. კარგი. მოდი 72-ს შევდიოთ რა. 72.
ესე იგი, x ო y საკოორდინატო სიბრტყეზე მოცემულია x პლუს 5y უდრის 4 წრფე. ვექტორი 2 მინუს 3 კოორდინატებით და b ვექტორი მინუს 1 5 კოორდინატებით. ამ წრფეზე იპოვეთ ისეთი m წერტილი. აჰა, ესე იგი m წერტილი, აი ამ წრფეს ეკუთვნის, თქვათ, მისი კოორდინატებია, მოდი x და y არ გვინდა, შემოვიტანოთ, თქვათ, m და n. რომ OM ვექტორი იყოს 2a+, ოკეი. ანუ OM ვექტორი პერპენდიკულარულია 2a ვექტორს დამატებული 3b ვექტორის. და ვეძებთ ჩვენ აი ამ წერტილს. ანუ რა ვიცით ახლა ჩვენ? ჯერ ერთი რომ ეს წერტილი თუ ეკუთვნის აღნიშნულ წრფეს, მაშინ ამ წერტილის კოორდინატები რომ ჩავსვათ ამ წრფის განტოლებაში, მივიღებთ ჭეშმარიტებას. ანუ m-ს დამატებული 5n უდრის 4 იქნება, რომ ჩავსვათ, ეგ ერთი დეტალი. ახლა ნახეთ ოქროები OM ვექტორი რა გამოდის? ეს არის, რადგან წერტილის კოორდინატებია ნულები, ამიტომ m-0, n-0, ხო? აი ეგ გამოდის და ანუ მისი კოორდინატებია m და n. მერე რა გამოდის 2a ვექტორს პლუს 3b ვექტორი. ნახეთ ოქროები ეს იქნებოდა a ვექტორის კოორდინატები 2-ზე გამრავლდებოდა და დაემატებოდა შესაბამისი b ვექტორის კოორდინატები. ორი ვექტორის ჯამი ხო არის შესაბამისი ვექტორის კოორდინატების ჯამი. ანუ 2a1 პლუს 3b1 2a2 პლუს 3b2 იქნებოდა, ხო? ესეთი მომენტი. და რადგანაც ეს ორი ვექტორი ურთიერთმართებული, ანუ გამოდის, რომ მათი სკალარული ნამრავლი იქნება ნულის ტოლი. ეს ხო პირველ რიგში უნდა გაგვახსენდეს ორი ვექტორის ურთიერთმართობულობაზე, რა? კარგი. ანუ ეს ნული იქნებოდა. სკალარული ნამრავლი კიდე არის. გავამრავლა ახლა m ერთსახელა კოორდინატები ერთმანეთზე 2a1 პლუს 3b1-ზე და რაც უკეთებ ახლა. შევიტან ბარე ხომ მნიშვნელობებს. ანუ ეს იქნებოდა m n გამრავლებული a1 ვიცით აგერ 2-ა, ხო? ანუ 2-ჯერ 2-ს პლუს b1 არის a1 2-ა a2 მინუს 3-ია ჩვენთან b1 მინუს 1-ია b2 5-ია და შესაბამისად ეს იქნებოდა 3-ჯერ მინუს 1 2-ჯერ მინუს 3 ანუ a2 დამატებული 3-ჯერ 5 და გამოდის ეს არის 1 ხო 4-ს მინუს 3 ეგ არის 6 15 მინუს 6 პლუს 15 9 ანუ m გამრავლებული 1-ზე დამატებული n გამრავლებული 9-ზე ანუ მეორე განტოლება მივიღე m პლუს 9n არის 0 გავუვალოთ ზედა განტოლებას ქვედა განტოლება -4n უდრის 4 n უდრის -1 და ჩავსვათ აქ გამოდის რომ m უდრის 9-ს -1 რო ჩავსვათ მორჩება მივიღეთ 9-1 კოორდინატების მქონე წერტილი კარგი მოდი 73-ზე ვნახოთ ახლა რა სიტყობს ესე იგი იპოვეთ იმ წერტილის კოორდინატები რომელიც ესე იგი 2x პლუს 5y უდრის 0 წრფეზე ძევს ანუ რაღაცა m წერტილი მაქვს თქვათ a და b კოორდინატებით ვიცით რომ ეს წერტილი ძევს ამ წრფეზე და თან გვეკითხებიან ამ წერტილს მოცემულია ორი წერტილი a წერტილი 5-1 კოორდინატებით და b წერტილი 7 კოორდინატებით და აიპოვეთ ის წერტილის კოორდინატები რომელიც ძევს ამ წრფეზე და a და b წერტილებიდან თანაბრად არის დაშორებული. აჰა, ოკეი და ვიცით ჩვენ რომ m წერტილი a-დან და m წერტილი b-დან თანაბრადაა დაშორებული. ანუ m-ა
უდრის MB-ს. ნუ ახლა რა შეიძლება უცებ დაინახო? უცებ დაწერო ემა მონაკვეთის სიგრძის დასაცველი ფორმულა, ანუ ეს იქნებოდა უცებ აი A წერტილი M წერტილის კოორდინატებს გამოაკლებდი A წერტილის კოორდინატებს, არა აქვს მნიშვნელობა ხარ რომელს გამოაკლებ 5-ს 100-ს თუ 100-ს 5 მაინც კვადრატში ადის A-5-ის კვადრატს დამატებული B-1-ის კვადრატი MB მონაკვეთის სიგრძე იქნებოდა A-ს გამოკლებული 7 კვადრატში დამატებული B-ს გამოკლებული 7 კვადრატში აი ეს იქნებოდა და ესენი ერთმანეთის ტოლია და კიდევ A-ს და B-ს და ჩასვამდი ანუ 3 A-ს პლუს 3B ტოლი იქნებოდა 0-ის. აი ასეთი ამბავი. ნუ აქედან ახლა გამოსახავთ და ჩავსვამ ამათ გავუტოლებდით ერთმანეთს, ანუ A-5-ის კვადრატს პლუს B-ს პლუს 1-ის კვადრატი ტოლია A-7-ის კვადრატს დამატებული B-ს -7-ის კვადრატი და ზემოდან შეგვიძლია, მოდი ასე აუდრის -5B შეფარდებული 3-თან. ან B-ს მაგივრად ჩავსვამდით ას, მოდი უცებ დავწეროთ ახლა A კვადრატი -10 არ ვიჩქარებ ოღონდ თორე ქანიკური შესწავლისკენ მიდრეკილი ვარ ასე აქ იქნებოდა A კვადრატს -14-ა პლუს 49 პლუს B კვადრატს -14B პლუს 49 A კვადრატს აბათილებს B კვადრატს 14-ია იქით რომ გადმოვიდოდა და ამასთან გაწყვილდებოდა 4 აგვექნებოდა აგერ 14B კიდევ პლუსით გადმოვიდოდა და გვექნებოდა 2B-სთან 16B აქ 25 და 1 26-ია 49 და 59 ჯამში არის 98 და 98-ს 26 რომ გამოვაკლდება 72 არ არის თუ არ მეშლება ახლა ხო და შესაბამისად 4-ზე შეიკვეცებოდა და A + 4B იქნებოდა ისი ტოლი 4-ს რომ გავუთეს 18-ის ხო და ჩავსვამთ ახლა აქ ამას რაცა ცუდი რიცხვები ჩასავ და შესაბამისად აქ იქნებოდა -5B-ს პლუს 12B 3-ჯერ 18 54 ხო აი იკვეცება 7B არის და B გამოვიდა 54 მე-7 თუ ასე საშინელი პასუხი უნდა მივიღო აი მოდი დავფიქრეთ ახლა რაღაც ცოტა ანგარიში აურიეთ დიდი ალბათობით მოკლედ ახლა რა შეცდომასაც ვიმაგენი ერთი ის არის რომ ნახეთ აგერ -5 არ მიწერია და მოდი ვნახოთ ეს როგორ შეცვლის ესე იგი A-ს -5 A + 5-ია შესაბამისად აქ პლუსი იქნებოდა აქ პლუსი იქნებოდა 14 აქეთ რომ გადმოვიდოდა 24 იქნებოდა 24 პრინციპში ეს შეგვიძლია აქ 8-ზეც გავყოთ 8-ზე რომ გავყოთ მოდი შევკვეცა ერთი წუთი ყველაფერი იყოფა ხო 8-ზე აქ იქნება 3-ია აქ იქნება 2B და აქ იქნება 9 რა რომ ჩავსავ ახლა მე ამას აქ 3-ჯერ -5B შეფარდებული 3-თან პლუს 2B უდრის 9-ს გამოგვივა 3-ები შეიკვეცება -5B იქნება პლუს 2B უდრის 9-ს ეს არის -3B უდრის 9-ს და B მივიღეთ -3 ხო და მგონი რაღაცა სხვა და შესაბამისად A იქნებოდა -3-ს რომ ჩავსვამდით B-ს მაგივრად დადებითი 5 კი ბატონო 5-3 წერტილი იქნება პასუხი კარგი ესეც 70-ავად
მოდი აქ გავწყვიტოთ ჩანაწერი და 74-დან დაგიბრუნდებით გარჩევით.